მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს დილიდან უკვე ხელისუფლებამ თავის ჩვეულ სტილში გააგრძელა ადამიანების დაშინება, დაჭერა, ჭხრეკა და ასე შემდეგ. ეს უკვე ერთხელ კიდევ მიანიშნებს, რომ ბრძოლა შევიდა გადამწყვეტ ფაზაში და ძალიან მალე მოხდება კვანძის გახსნა, ასე რომ ვთქვათ. მე ახლა არც შიშის არც გულგატეხილობის პირიქით თესვა მინდა, არამედ პირიქით, მაგრამ უყურებ ემიგრაციიდან ამას ყველაფერს და ვხვდები, რომ ჩვენ სასიკეთოდ მოვლენები ნამდვილად არ ვითარდება და ჩვენი გამარჯვებისკენ ასე ბრძოლის გაგრძელება ნამდვილად არ მიგვიყვანს შედეგებამდე. ამან თავის შედეგი დადო და თავისთავი უკვე ასეთი ბრძოლა ამოწურა. ამიტომ ვფიქრობ, არის ახალი გზების საძებნი და რა ვიცი, მე მინდა ჩემი აზრი გითხრათ, ჩემი აზრი ვთქვა და ეს უკვე ყველას გადასაწყვეტია. აუცილებელია რუსთაველზე მდგომი, მებრძოლი, გაუტეხელი ადამიანებისგან შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების იქნებიან, ესე იგი სხვადასხვა წარსულის მქონეები, მაგრამ მათ უნდა შეძლონ ერთიანი საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც დაანონსებს ერთ დღეს, ეს 5 მაისი იქნება, 9 მაისი თუ 7 მაისი, იმის და მიხედვით უნდა დაანონსებს, თუ როგორ შევძლებთ ორგანიზებას და როგორ მოვასწრებთ იმის გაკეთებას, რისი თქმას ვაპირებთ და უნდა დაითქვას ეს ერთი დღე, როდესაც ყველა ადამიანს ეს საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, მოუწოდებს იმ ყველა პარტიას, არა აქვს მნიშვნელობა ბარიერ გადალახულია თუ ბარიერ გადაულახავია, ყველა ვინც და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღიარებს, რომ ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის გადაწყვეტი გზა მხოლოდ და მხოლოდ არის ახალი არჩევნები. აი, ვინც კი ამას აღიარებს, ახლა პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე და ამ შემდეგ ამაზე არ მაქვს საუბარი, ვინც კი ამას აღიარებს, ყველა ადამიანს უნდა ქონდეს მოსვლის საშუალება და ყველა ადამიანს უნდა ქონდეს აზრის გამოთქმის საშუალება და მონაწილეობის საშუალება. რა ვიცი, ახლა რამდენად სწორად შევხვდებით, რამდენად არასწორად შევხვდებით, მაგრამ ამაში გინდა პატრიოტთა ალიანსი იყოს, გინდა გირჩი იყოს, გინდა იგი იყოს, გინდა იგი იყოს, ვისი მიუღებლობაც, თქვა ასე თუ ისე იქ მდგომ ადამიანებს აქვს. ჩვენ უკვე ცალკე ამას ვერ დავამარცხებთ ამგეს, ეს უკვე ძალიან ნათლად ჩანს და უნდა მოხდეს საკოორდინაციო საბჭოს გაკეთება ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებით, თითო კაცით ან ორ-ორი კაცით, საზოგადოების წარმომადგენლებით, ახალგაზრდობით, არასამთავრობოებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომლის ეგიდითაც გაგრძელდება შემდეგ უკვე ბრძოლა, ის აიგებს თავის თავზე პროცესების დაგეგმვას, პროცესების მართვას. ამ საკოორდინაციო საბჭოში უნდა შეიქმნა ჯგუფები, საგაფიცვო კომიტეტი იქნება, სააგიტაციო კომიტეტი იქნება, რომლებმაც უნდა გაშალონ მუშაობა რეგიონებში. ამ შეკრებაზე თუ მოწვეული იქნებიან დიპლომატები, ელჩები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები იქნება კარგი და ასე შემდეგ. ამ საკოორდინაციო საბჭოში უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი იურისტებისაგან, რომლებიც კონსენსუსის საშუალებით დაწერენ ახალ საარჩევნო კანონს, ახალ CSKO-ს დაკომპლექტების ახალ კანონს, რომელიც შემდეგ კენჭისყრით დამტკიცდება რუსთაველზე მდგომი ადამიანების მიერ
რომ ამან მიიღოს ლეგიტიმაცია ამ ჯგუფში, ამ საკოორდინაციო ჯგუფში, იურისტების ჯგუფში დაიწერება კანონი თვითმმართველობის შესახებ, განათლების შესახებ, სასამართლოს შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ დრო არ აგვაქვს დასაკარგი. და ეს გააგრძელებს ბრძოლას და ამითი მოხდება მე ვთვლი რომ ამით მოხდება მუხტის აწევა, ამით მოხდება ამ ბრძოლის ამ ბრძოლაში ყველა ფენის, ყველა სოციალური ფენის, ყველა ადამიანის, ყველა ჩართვა. ამიტომ უნდა იყოს ეს ფართე, ამიტომ უნდა იყოს კონსენსუსით გადაწყვეტილებები და ეს იქნება უკვე მოსაუბრე იგივე ელჩებთან, იგივე დელეგაციები, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საგარეო მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ყოველ შემთხვევაში ემიგრაციიდან რასაც უყურებ სხვა გამოსავალს ვერ ვამჩებ. ფრონტის ხაზი უნდა გაფართოვდეს, მეთოდები უნდა შეიცვალოს და ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება. და აგრეთვე ხელისუფლება რო წავიდეს და აგრეთვე მინდა მიმართოთ ტელევიზიებს. მთავარი არხის ბედს და ჯვარიკწერიაც უყველა სანამ ყველა ოპოზიციური ტელევიზია გაიზიარებს, მაგრამდე უნდა მივხვდეთ, რომ რაღაც შესაძლებელია ასეთი მუშაობით ვერ მივაღწიეთ შედეგს. ესე იგი უნდა შეიცვალოს და უნდა გადმოერთონ ზუსტად ამ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის გაშუქებაზე, გარეკლამებაზე და ასე შემდეგ. ბოდიში თუ ძლად გამომივიდა საუბარი, მაგრამ რა ვქნა, მე სხვანაირად არ შემიძლია. მე სიცოცხლის აქ დამთავრებას არ ვაპირებ და არც სხვა ემიგრანტები არ აპირებენ სიცოცხლის აქ დამთავრებას. არადა ჩვენ ეს მოგვიწევს, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ვიზა ლიბერალიზაცია შეჭედა და ახლა მინდა დავაყოლო ბოლოში ამ საკოორდინაციო საბჭოში, რა თქმა უნდა, ემიგრაციაშიდაც უნდა ჩატარდეს რაღაც ფორმით არჩევნები და უნდა შემოვიდეს ემიგრანტებიც ჩვენ გარეშე. ჩვენ ვართ მაგ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ გული გვდივარ მაგ ქვეყანაზე, ჩვენ გარეშე არაფერიც არ უნდა წყდებოდეს და ჩვენ მარტო ფულის გამოგზავნები არა ვართ ნამდვილად. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის ბრძოლაში მივიღოთ მონაწილეობა. მადლობთ ყურადღებისათვის. გამარჯვებამდე ცეცხლი ოლიგარქიას.